17 წლის დარეჯან დიასამიძის გაუჩინარებიდან დღეს 9 თვე გავიდა. დარეჯან დიასამიძის ოჯახის წევრებმა უფლებადამცველთან ერთად დღეს ბრიფინგი გამართეს. დაკარგული გოგონას დედა ვარაუდობს, რომ სამძებრო სამუშაოები არასათანადოდ ხორციელდება, რადგან 9 თვის განმავლობაში საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა. დარეჯან დიასამიძის ოჯახი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან და საქართველოს პრემიერთან შეხვედრას მოითხოვს. ლამზირა მახარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. დაკარგულის დედა მოქმედ ხელისუფლებას შვილის პოვნის ვალდებულებას აკისრებს. ოჯახის მოთხოვნას უერთდება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. დარეჯან დიასამიძე 2013 წლის 7 აგვისტოს გაუჩინარდა. შეიძლება რატომ არ უნდა გქონდეს ირაკლი ღარიბაშვილს მოსახლეობაში კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, რომ მოსახლეობის აზრი გაინაწილოს და მიიღოს და ესაუბროს. ძალიან გთხოვთ, მივმართავ ყველას, ვისაც ეხება თითოეულად ვერ ჩამოვთლი, ვისაც ეხება, გამოიყენონ ყველა ძალა აბსოლუტურად, რაც არის საქართველოში და ჩემი შვილი ცოცხალი თუ არა მისი გვამი მიპოვონ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღჭურვილი ისეთი ტექნიკით და მათ აქვთ ისეთი კონტაქტები და ურთიერთობები, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი დედამიწის მეორე მხარეს რომ ყოფილიყო დაკარგული იპოვიდნენ ოღონდ ერთ შემთხვევაში თუ ამას მოინდომებდნენ. აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავი სტრუქტურები არასათანადოდ არიან დაინტერესებული ამ ადამიანის და ამ ოჯახის ბედით. მე მიმართავ პირადად ნინო გიორგობიას, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, უზრუნველყოს ოჯახის წევრების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და ასევე პრემიერ-მინისტრთან.